მოკლედ განვაგრძოთ გადაცემა. შენ თუ იცი მარიამ პირველი როდესაც ტელეფონი შეიქმნა ზარი ვინ განახორციელა ვინ დაურეკა ვის არ ვიცი. საინტერესოა ხო? გავარკვიოთ ახლა. შენ წაიკითხავ ამ როგორ გინდა? როგორ გინდა? შენ როგორც გინდა? კარგი, დავიწყოთ მოკლედ. უისტონ, აქ მოდით თქვენი ნახვამ სურს. ეს არის სიტყვები, რომელიც 10:59 წლის წინ პირველად გაისმა ტელეფონში. 25 აპრილი. ტელეფონის დღეა მეგობრებო, იმ მოწყობილობის, რომლის გარეშეც დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია. მოკლედ, ინჟინრებისა და მეცნიერების მუშაობის დაფასებას ეძღვნება ეს დღე, რამაც ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად ნივთამდე მიგვიყვანა, ისწორედ მათი დამსახურება ეს. ისტორიაში პირველი სატელეფონო საუბარი შედგა 1876 წელს ბოსტონში, ამერიკაში, გამომგონებელს ალექსანდრე გრემ ბელსა და მის თანაშემწეს თომას უინსტონს შორის, რომელიც მეზობელ ოთახში იყო, არც თუ ისე შორს. ბელის გამოგონებას თავდაპირველად გააჩნდა მოქმედების იგივე ლოგიკა, როგორც ელექტროტელეგრაფს, რომელიც მანამდე გამომგონებელმა სამუელ მორზემ შექმნა, მაგრამ ის მიზნად ისახავდა ადამიანის ხმის ბუნებრივად გადაცემას სხვადასხვა აუდიო სიხშირეების დაშიფვრით. ბელის წარმატებულმა ექსპერიმენტმა დაიწყო განვითარება, რამაც გზა გაუხსნა ტელეფონის პრაქტიკულ გამოყენებას. 1877 წელს შეიქმნა პირველი სატელეფონო ხაზი ბოსტონსა და სომერვილს შორის. გრემ ბელმა პირველი კონტინენტური სატელეფონო საუბარი გამართა პანამა წყნარი ოკეანის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც გაიმართა კალიფორნიაში 1915 წლის 25 იანვარს, როდესაც ინჟინერი ნიუ-იორკის დასავლეთ სანაპიროზე იმყოფებოდა და დაურეკა კვლავ თავის ყოფილ თანაშემწეს უოტსონს, რომელიც ქალაქ სან-ფრანცისკოში იყო. რაც შეეხება პირველ საერთაშორისო ზარს, ის ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის განხორციელდა. ხელით ატარებელი პირველი ტელეფონი 1973 წელს კომპანია მოტოროლას თანამშრომელმა მარტინ კუპერმა წარმოადგინა. მას შემდეგ ვითარდება იხვეწება მობილური ტელეფონის ფუნქციები და დიზაინი. საბოლოოდ სწორედ ამ გამოგონებას უნდა ვუმოდლოდეთ ჩვენი ცხოვრების გამარტივებას. გახსოვს მოტოროლას ტელეფონები? რა თქმა უნდა, მახსოვს აგური რო იყო ფაქტიურად, აგურივით დიდი და მძიმე. არასდროს. რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცისთვისაც გამოიყენებდნენ ადრე. სანაყად მაგალითად. არ ვიცი, მაგრამ სხვათა შორის ხუმრობდნენ მაგაზე, რომ აი მართლა ყველაფერს ჩატეხავს და ჩამტრობს ისეთი გამძლეობა. მოკლედ გაგიზიარებ. ფაქტია, ისეთი გამოგონება შემარიამ, რომ გადაატრიალა ფაქტიურად მსოფლიო. კი ბატონო. მოკლედ რამდენიმე ისეთ ფაქტს გაგიზიარებთ ტელეფონის შესახებ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ძალიან დაგაინტერესებთ. უახლესი ინფორმაციით, დედამიწაზე ამჟამად იმაზე მეტი ტელეფონია, ვიდრე ადამიანი დაახლოებით 8 მილიარდზე მეტ მობილურ ტელეფონს იყენებს დედამიწის მოსახლეობა. დღევანდელი სმარტფონი უფრო ჭკვიანია, ვიდრე ის კომპიუტერები, რომელიც ასტრონავტებს 1969 წელს თვარეზე გაფრედის დროს ჰქონდათ. იცოდი გიორგი ეს ამბავი? რო ცოდნოდათ მათ მე მგონი არ იგზნობდნენ თავს კარგად ვაის და ვაის მაშინ. და იცი პირველი შეტყობინება, რომელიც გაიგზავნა რა ეწერა მასში? არ ვიცი, მიშველე? მასში არა, მასში ეწერა, რომ მშობას გილოცავთო. მოკლედ აი ასეთი დადებითი კონტექსტი ჰქონდა მას. ყველაზე ხშირად გაყიდვადი მოდელი, როგორც აღმოჩნდა, Nokia 1100-ია, რომელიც 2003 წელს გამოვიდა და მას შემდეგ 250 მილიონი მოდელია გაყიდული და დღემდე მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონია წარსულიდან. კი ბატონო, ძალიან მიყვარდა ეს ტელეფონი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფუნქცია არ ჰქონდა, რაღაც ძალიან კომპაქტური იყო და კარგი თამაშებიც ჰქონდა, ესე მახსოვს და ძალიან ვერთობად. სხვათა შორის თუ სწორედ მახსოვს, ჩემი პირველი ტელეფონი იყო. ეს Nokia? კი ბატონო. რომელსაც ფანარიც ჰქონდა. ფარიანი Nokia, ასე როგორც კი ბატონო, ეგრეთ წოდებული ფარიანი Nokia. ნამდვილად ასე, მოკლედ ტელეფონმა და მისმა გამოგონებამ მართლა ძალიან დიდი გადატრიალება მოახდინა მთელ სამყაროში და დღევანდელ დღეს მე მგონი, რომ შეუძლებელია აი ამ მოწყობილობის გარეშე ცხოვრება.